აფხაზეთი, რომელიც დღემდე ქართულ საზოგადოებას თურმე მივიწყებული ჰქონდა, იქ განვითარებულმა მოვლენებმა კი მიგვახვედრა, რომ საქართველოს ხელისუფლების და თითოეული მოქალაქის მხრიდან მეტი ყურადღება იყო საჭირო. დე-ფაქტო აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის და მთავრობის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის შემდეგ ანქვაბმა შენობა დატოვა, თუმცა ერწმუნება, რომ სიტუაციას აკონტროლებს. ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო კი აფხაზეთის მართვას საკუთარ თავზე იღებს. რუსეთმა სოხუმში წარმომადგენელი უკვე გაგზავნა. სოხუმში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ აიღო. აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, საბჭო ყველა საჭირო სტრუქტურის ფორმირებას განახორციელებს. ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტმა კი ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას ანქვაბი მთავრობის გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა, მაგრამ იძულებული გახდა შეხვედრა დაეტოვებინა, რადგან ადმინისტრაციასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ. პრეზიდენტი არავის აძლევდა საშუალებას საკუთარი საქმე დამოუკიდებლად ეკეთებინა. ის ყველაფერს შეერეოდა, ეხებოდა ეს მას თუ არა. ამ ყველაფერმა კი მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა. ჩვენ ყველა, ვინც გაერთიანებულები ვართ საკოორდინაციო საბჭოში, სიტუაციის განმუხტვა საკუთარ თავზე ავიღეთ. არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობებს. საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება. საპრეზიდენტო კომპლექსი საიმედო დაცვის ქვეშ იქნება. არავის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ამ შენობაში შემოსვლის მორალური უფლება არ გააჩნია. ჩვენთან ადმინისტრაციაში მოვიდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები. გავმართეთ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ მოგვეხდინა სიტუაციის დასტაბილურება. იყო კატეგორიული მოთხოვნა, რომ დამეტოვებინა თანამდებობა. შემდეგ მინისტრთა კაბინეტის და გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხი განვიხილეთ. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დახურულ კარს მიღმა მოსაფიქრებელი დრო მოეცათ. ისინი კი უხეშად ადგნენ და დაგვტოვეს. ამის შემდეგ აქტიურად დაიწყო შენობის შტურმი. არსად არ გავქცეულვარ, ვიმყოფები აფხაზეთში. გუშინ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მრავალათასიანი აქცია გაიმართა. მონაწილეებმა პრეზიდენტის, მთავრობის, გენერალური პროკურორისა და რამდენიმე რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს. ხალხმა უკმაყოფილება გამოხატა პოლიტიკის, ბიზნესის მიმართ. დახმარება, რომელსაც რუსეთი გვიგზავნის, მხოლოდ 8 სამშენებლო კომპანიას მიეწოდება. მე მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ვარ, ჩემნაირი 120 მეწარმე უკვე დაბლოკეს. არ ვამბობ, რომ მშენებლობა ცუდია, მაგრამ ხალხის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. პრეზიდენტი დღევანდელ დღემდე არავის უსმენდა, ეთყობა მრჩევლები ეუბნებოდნენ, რომ საშიში არაფერია, ხალხი კმაყოფილია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანები უმუშევრები არიან, იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით. დღეს მან დაინახა, რომ ხალხი საკუთარ უფლებებს დაიცავს. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის შექმნის სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო სესიას მართავს. დეპუტატები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმშელებენ. რუსული მედიის ცნობით აფხაზური ოპოზიციის პროტესტის მიზეზად კორუფცია და რუსეთთან არასაკმარისი ინტეგრაცია.